ბათუმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია. სადაც თანამედროვე არქიტექტურა და მაღალი კლასის დეველოპერული პროექტები ქმნის ახალ სტანდარტებს. თუმცა თითოეული შთამბეჭდავი შენობის უკან დგას საინჟინრო ინფრასტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს მის უსაფრთხოებას, ენერგოეფექტურობასა და კომფორტს. სწორედ აი ამ მიმართულებით მუშაობს ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია. საქმიანი საზოგადოება იცნობს საინჟინრო კომპანია Baumers, რომელიც სხვა შორის ბათუმშიც რამდენიმე მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. დღეს გავიცნობთ 3 ასეთ პროექტს, სადაც კომპანია პროექტირებიდან ექსპლუატაციაში გაშვებამდე სრულ საინჟინრო ციკლს მართავს. კიდევ ერთხელ მოკითხვები Baumers გუნდს, ლევან ყირიმლიშვილს, მადლობა მათ გრემოში ჩართულობისთვის, სხვა პარტნიორებთან ერთად, ვცლად დეტალებზე კომპანიის პროექტ მენეჯერს, ანუ Baumers ამ პროექტის მენეჯერს დავით გურულს ესაუბრა თათია ჩაფიჩაძე, ჩვენი რეპორტიორი და წამყვანი. დღეს ბათუმში ვიმყოფებით, სადაც კომპანია Baumers რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე დეველოპერული კომპანიები არა მხოლოდ არქიტექტურას აქცევენ ყურადღებას, არამედ სულ უფრო მეტად ცდილობენ, რომ საინჟინრო სისტემები იყოს გამართული, კომფორტული, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვროს შენობების ენერგოეფექტურობასაც და უსაფრთხოებას. დღეს ვისაუბრებთ, როგორ იქმნება რეალურად თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები და ამაში დახმარებას გაგვიწევს კომპანიის პროექტ მენეჯერი დავით გურული, რომელიც ჩვენი მასპინძელია. დავით, პირველ რიგში მინდა რომ ვისაუბროთ პროექტზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის ოვალი მეტროპოლის და მინდა რომ მომიყვეთ, რა ტიპის საინჟინრო გადაწყვეტები გაქვთ გამოყენებული ამ პროექტში. მადლობა რომ გვეწვიეთ ჩვენს მიმდინარე პროექტზე. მეტროპოლ ოვალზე Baumers პასუხისმგებელია სრული საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც მოიცავს გათბობა გაგრილების, ვენტილაციის, სახანძრო უსაფრთხოების, ცხელი წყლის ავტომატიზაციის, სუსტი დენების, ელექტროობისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებს. პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ენერგომოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა, სწორედ აქ დაინერგა სისტემა, რომელიც თითოეული აპარტამენტის მოხმარებას ცალკე ითვლის, რაც მაცხოვრებელს საშუალებას აძლევს გადაიხადოს სწორედ რეალური მოხმარებული ენერგიისთვის. ასევე ჩვენ გათბობა გაგრილების ნაწილში გამოვიყენეთ ჰაიერის მეშვიდე თაობის VRF სისტემები და Danfoss-ის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობასა და სტაბილურ მუშაობას. დავით, ტერიტორიაზე შევნიშნე, რომ მოწყობილი გაქვთ თუნუქის საამქრო. რა როლს ასრულებს ეფექტიანობაში ამ ყველაფრის ადგილზე დამონტაჟება? დიახ, ნამდვილად თუნუქის საამქრო საკმაოდ სტაბილური და სწრაფი გახადა სამუშაო პროცესი. ჩვენ ყველა საჭირო დეტალს ადგილზე ვამზადებთ, რაც ასევე ამცირებს ლოგისტიკურ დროს. ზოგადად Baumers მიდგომა ეფუძნება სრული საინჟინრო ციკლის მართვას პროექტებიდან და მასალების ერჩევიდან დაწყებული, მონტაჟითა და ექსპლუატაციაში გაშვებით დასრულებული. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ყოველთვის მაღალი ხარისხის სტანდარტი. ეხლა მინდა ვისაუბროთ პროექტზე Redison Residence by Next. აქაც ჩართულია კომპანია Baumers და რა სპეციფიკა გასათვალისწინებელი საინჟინრო სამუშაოების შესრულებისას. ბატონო, Next-ის ამ მიმდინარე პროექტზე განთავსდება სასტუმროს გლობალური ბრენდის Redison-ის აპარტამენტები. სწორედ ამ შენობისთვის შეირჩა დაიკინის გათბობა გაგრილების დანადგარები, რომელიც მონტაჟას რა თქმა უნდა სრულად Baumers ახორციელებს. პროექტის სპეციფიკაციიდან და ბათუმის კლიმატიდან გამომდინარე, მაქსიმალური ყურადღება ეთმობა სისტემის სტაბილურ და ხანგრძლივ მუშაობას. პროექტში ჩვენ ასევე ვიყენებთ ალკორის მაღალი ხარისხის სპილენძის მილებს, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე სამუშაო პროცესში სპილენძის მილების შედუღების დროს ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ აზოტის ნაკადს, რომელიც ხელს უშლის მილებში დაბინძურების დაგროვებას და უზრუნველყოფს ექსპლუატაციის ხანგრძლივობას. როგორც ხვდებით, განსხვავდება საკმაოდ აპარტამენტები, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სასტუმროს ინფრასტრუქტურა ერთმანეთისგან და ყველა მიმართულებაში სხვადასხვა საინჟინრო გადაწყვეტები გაქვთ. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ჩვენი მაყურებელიც ასევე იცნობს, არის კავკასიის უნივერსიტეტი, რომელიც თქვენი საინჟინრო გადაწყვეტებით განხორციელდა. ამ პროექტში რა სპეციფიკა იყო და აქ რა ტიპის გადაწყვეტებს თავაზობს ამ ტიპის პროექტებში კომპანია Baumers ბაზარს? თანამედროვე არქიტექტურა და შენობის დანიშნულება ითხოვდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პასუხობს პრემიუმ კლასის სტანდარტებს. სწორედ აქ ჩაერთო Baumers, პროექტის საწყის ეტაპზე მოხდა სრული რევიზია და სისტემების ოპტიმიზაცია. გათბობა გაგრილების ნაწილში ჩვენ გამოვიყენეთ დაიკინის VRF სისტემები.
ასევე ჰაერის ცირკულაციასა და ვენტილაციაში ამავე ბრენდის დანადგარები, რამაც მოგვცა საშუალება მიგვეღო ჯანსაღი და სტაბილური გარემო შენობაში. ასევე პროექტში იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შენობის დახურული აუზი. აქ ჩვენ გამოვიყენეთ დაიკინის სპეციალური ჰაერის ამოვშრობი დანადგარი. კიდევ სკოლის ატრიუმის სივრცეში გამოვიყენეთ დანფოსის იატაკქვეშა გათბობა, რამაც უზრუნველყო სითბოს სტაბილური და თანაბარი გადანაწილება. როგორც ხედავთ, ყველა პროექტი და მათი სპეციფიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ბაუმერი თავისი მიდგომებით ყველა პროექტზე მიმდინარე თუ დასრულებულზე ინარჩუნებს თავისი მაღალი ხარისხის სტანდარტს. დავით, მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით ჩვენით და ჩვენი კომპანიით.